ბრაზილიის სანაპიროდან დაახლოებით 32 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი, სადაც ადამიანებისთვის მისვლა აკრძალულია. ეს ადგილია ქეიმა და გრანდი, უფრო ცნობილი როგორც გველების კუნძული. შორიდან კუნძული ტროპიკულ სამოთხეს გავს, ულამაზესი ტყითა და კლდეებით, მაგრამ თუ ახლოდან დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ აქ უამრავი სახეობის შხამიანი გველი ბინადრობს. ამის მიზეზის გასაგებად საჭიროა კუნძულის ისტორიას გადავხედოთ. ზღვის დონის მატების შედეგად ქეიმა და გრანდი მოწყდა ხმელეთს და გადაიქცა იზოლირებულ კუნძულად. კაცებლების არარსებობის და გადამფრენი ფრინველების სიუხვის გამო გველების პოპულაცია საგრძნობლად გაიზარდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ დროთა განმავლობაში უნიკალური ძალიან შხამიანი სახეობის ფორმირება მოხდა. განსაკუთრებით შხამიანია ოქროს შუბისთავა გველი, რომლის შხამსაც შეუძლია ადამიანის კანის ქსოვილის სწრაფად დაშლა. ფრინველები სწრაფი და მოძრავი არიან, ამიტომ გველს დასჭირდა ისეთი სწრაფი და მომაკვდინებელი შხამი, რომ სკვერპლი გაქცევამდე მოეკლა. აქ 1 კვადრატულ მეტრზე მობინადრე გველების დედამიწაზე ყველაზე მაღალი კონცენტრაციაა. კერძოდ კუნძულზე 1 კვადრატულ მეტრზე ბინადრობს 1-დან 5-მდე გველი. რაც შეეხება აქ მოხვედრას, მხოლოდ რამდენიმე მკვლევარს შეუძლია მკაცრი მეთვალყურეობის პირობებში. თქვენ კი იმედია ამ კუნძულზე მოხვედრა არ მოგინდათ. ბოლოს გთხოვთ, არ დაგაუწყდეთ ვიდეოს შეფასება და ჩემი გამოწერა.